შეკრებილი მოქალაქეები ელოდებიან, როდის დაიწყება სიტყვით გამოსვლები, ორი გიგანტური დროშა არის გაშლილი ევროკავშირის და საქართველოს დროშა და აი ამ დროშების გარშემოთ განა საქართველოს მოქალაქეები, ის ადამიანები, რომლებიც 200 დღეზე მეტია უკვე ქუჩაში არიან და საკუთარ სათმელს აფიქსირებენ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ და რამდენიმე კითხვას დაგისვამ. ხედავ რომ სტუდენტი ხარ, ხო? ახალგაზრდების თქმა, სკოლის მოსწავლე. გვითხარი, რატომ გახარ ქუჩაში, რა არის შენი მთავარი სათქმელი, რისთვისაც იბრძვი? ჩვენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ჩვენ სკოლის მოსწავლეების და თუნდაც სტუდენტები ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ძალიან კარგად ვაკვირდებით და მზად ვართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ თავისუფალი საქართველოსთვის. აი, შენი თანატოლების შეხედულება ემთხვევა ამ მოსაზრებას, არიან ხოლმე შენთან ერთად რუსთაველის გამზირზე ხშირად და როგორ ფიქრობენ, რომ სწორად მიდის ახლა ყველაფერი, ანუ აგრძელებენ ამ ბრძოლას, რომელშიც ხართ უკვე 200 დღეზე მეტია, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ პერიოდია, მანამდე ძალიან ბევრი ახალგაზრდა იდგა ქუჩაში. ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი იდგა ჩემთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ შეძლებით ზოგადად ხშირად ვიარავთ აქციებზე. მადლობა ძალიან დიდი. გამარჯობა. გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში, რამდენიმე კითხვას დაგისვამ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. არჩევნებს ითხოვს ხალხი და ჩვენ ხედავთ ხოლმე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო, მათ გაიმარჯვეს, ბევრი მხარდამჭერი ყავთ. როგორ ფიქრობთ, რომ სჯეროდეთ, რომ მართლა ბევრი მხარდამჭერი ყავთ, არ ჩანიშნავდნენ არჩევნებს ამდენი ხანი? ლოგიკურად ეგრეა, ლოგიკურად რა თქმა უნდა ასეა. მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იციან, არ არის ესე და რა თქმა უნდა, მიზეზიც ეგ არის, რატომაც არ ნიშნავენ. მეტი სხვა დაწყვეტა შეუძლებელია. გადასარევად იციან, რაც აქვთ დაშავებული. შესაბამისად, ეშინიათ აი ამის თითოეული დღის. აი ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ერთი წამი რო დავუშვათ, რომ აღარ გამოვიდეთ. ხო ნიშნავს იმას, რომ ყველამ კარგად ვიცით, რა დღეშიც შავარდებით, ხო? ამიტომ შესაბამისად ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ბოლო 20 კაცი სანამ გამოვა, ამასაც კი მნიშვნელობა აქვს. სულ 20 კაცი გამოვიდეს 15. აი ბოლომდე აქვს, მაინც ნიშნავს, რომ ეს არის პროტესტი და ეს არის ხან 20 გამოვა, ხან 15, მაგრამ აუცილებლად იქნება. ყოველ შემთხვევაში არ დაერქმება ბოლომდე დანებება. სანამ ბოლო, რა ვიცი მე. გადახშფოთებული ადამიანი კიდე გაივლის რუსთაველზე. აი, კანონები, რომელიც მკაცრდება, დაჩქარებული წესით იღებენ ნებისმიერ კანონს, იმიტომ რომ მარტო არიან, ხო, პარლამენტში არანაირი პრობლემა მათ არ აქვს. თუნდაც აი მედიას ეკრძალება უამრავი რამ, სასამართლო პროცესების გაშუქება და სინდისის პატიმრების ხდომები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, რასაც ხალხი ადევნებს თვალს ყოველდღიურად. ეს რეპრესიები თუნდაც არა მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს? ეს ხელისუფლების სიძლიერის მანიშნებელი არის. აუცილებლად. ესეთი არ ვიცი მე უკვე აი სახელი აღარ აქვს ამას რა. აი ასეთი ქმედებები უკვე ნიშნავს, რომ როცა უკვე დაუკრეფავში გადავლენ ამას ქვია, ეგ ქვია ამას უკვე. ეს ნიშნავს, რომ მორჩა უკვე რა. აი თვითონაც ძალიან კარგად ხრებიან, რომ ეს აი ხა ელემენტარულად ეს ბოლოს ვისაც გარდაეცვალა მამა, ხო? აი საბჭოთა კავშირის დროსაც კი იყო ის, რომ როდესაც დაკრძალვის დღე იყო, პატიმარს რამდენიმე საათით უშვებდნენ. აღარც ადამიანური ძარღვი მაშინაც კი იყო შენარჩუნებული და აი ხა ხო არ მომხდარა ეს თუ გამომეპარა? ხო არ მომხდარა. თანხმობა არსებობს და და გაუშვებენ? ხო, ნუ ავიც კიდე რაღაცა ნაოცეთი შერჩენიათ, ხო. ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არის ძალიან უკიდურესად თვითონაც ხვდებიან გაჭირებულ მდგომარეობაში გადასულები, იმიტომ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ ავიც მე ვფიქრობ, რომ იციან ძალიან კარგად, რომ ადრე თუ გვიან დადგება, მალე, იმედი გვაქვს, რომ მალე. მადლობა ძალიან დიდი. გადავინაცვლებთ გვერდით ტერიტორიაზე, ასევე დროშის გარშემო მყოფ ხალხთან მოგესალმებით. გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში. თქვენ ყოველთვის გახართ ქუჩაში და საკუთარ აზრს აფიქსირებთ. დღეს აი პროტესტის 213 დღე გავიდა უკვე და ხედავთ, რომ ხალხი ისევ ერთად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასეთი რაოდენობის ადამიანები არ იკრიბებიან. ეს ერთიანობა ადამიანების რაზე მიანიშნებს და როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მიდის პროცესი? აი ეს უწყვეტი პროტესტი რამდენად შედეგიანი იქნება? პროტესტი აუცილებლად იქნება შედეგიანი.
ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, ყოველდღე რეპრესიებს ამკაცრებენ, მაგრამ ჩვენი პასუხიც ამ რეპრესიების მიმართ არის მტკიცე, ჩვენ არ დავიხევთ უკან, გავაგრძელებთ პროტესტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. როგორ ფიქრობთ, ახალი არჩევნები ახლოს არის ახლა ისეთი კრიზისი, თუნდაც ქართული ოცნება რასაც გრძნობს, რომ მათ აიძულებს არჩევნების ჩანიშვნას, თუნდაც საერთაშორისო ზეწოლა, ეს სანქციები, რომლებიც ახალი რეზოლუციები არის და ვხედავთ, რომ მაღალი ალბათობით გამკაცრდება. აი, რას მიანიშნებს თქვენთვის? ძალიან ძნელია გამოიცნო რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მათ აიძულებს, რომ გადახედონ, საბოლოოდ მათ აიძულებს, რომ გადახედონ თავიანთ მიდგომებს და რა ვიცი, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩაინიშნოს არჩევნები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს უნდა მოვითხოვოთ და ამისთვის ვიბრძოლოთ. მადლობა. გავესაუბრები კიდევ რამდენიმე მოქალაქეს. მოგესალმებით, ქალბატონო, გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში. გვითხარით თქვენი პოზიცია სინდისის პატიმრებზე, რეპრესიებზე, ამ გამკაცრებულ კანონებზე, რის გამოც ეს ხალხი ქუჩაში დგას და რის გამოც თქვენც ხართ დღეს ქუჩაში? შვილო, აი რა გვეთქმის და რა უნდა ვთქვათ? ჩვენ ხალხს არაფრად არ გვაგდებენ. და ეს მთავრობაც ხალხისაა და ხალხით არის არჩეული. და უნდა ყურადღება მოვაქციოთ. აღარ გვინდა, ხო უნდა გაიგონ. ყურები საფხანად გაუკეთეს მარტო. ხო, აღარ გვინდა ეს მთავრობა. სააკაშვილი იძახიან, სააკაშვილი წავიდა. არ გვინდოდა და წავიდა. გაიგონ, რომ არ გვინდა ეს მთავრობა. და წავიდნენ მშვიდობიანად წავიდნენ შვილო. გაიგე, არ გვინდა ჩხუბი, არ გვინდა ომით გვაშინებენ. თუ საჭიროა, ომიც იყოს. მე საქართველოს მთელ ქვეყანას მირჩევია, ჩემ ოჯახს მირჩევია საქართველოს. ხო. და რა ვიცი, ნახონ თავიანთი ადგილი, რუსეთი უნდა რუსეთში წავიდნენ. მთელი ქართველები აღარა ვართ საქართველოს შვილო, ღმერთმა ამრავლოს. პაკისტანიო, ჩინელებიო, ინდოელებიო, არაბებიო, გაყიდეს საქართველოს. როგორ შეიძლება ესეთი რამე? მადლობა, ქალბატონო, უღმესი მადლობა. მე დაგემშვიდობებით დროებით საქართველოს სიმნიჟღერდება ახლა რუსთაველის გამზირზე, კადრს დაგიტოვებთ ეთერში.